მშვიდობის ეთერშია გაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში დღეს მე ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე ვმუშაობ კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გისოსებში ამჯერად თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ოდუშაურია დადანაშაულებული კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა თუ რაღაც სხვა დღეს კიდევ ერთხელ შევაფასებთ ქართული ოცნების მე რამდენიმე თვის წინ წამოწყებულ პროცესს რაზეც პრინციპში აქამდეც ბევრჯერ გვისაუბრია ისე როგორც მიმოვიხილავთ არაერთ სხვა აქტუალურ საკითხს მაშასე ვიწყებთ ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილთან საუბრით, რომელიც ჩვენი პირველი სტუმარია. გამარჯობა ბატონ ირაკლი და მოგესალმებით მადლობა მოწვევისათვის. ბატონ ირაკლი, სიმართლე გითხრათ, პირადად მე სათვალავი ამერია უკვე მე რამდენი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, თუმცა მინიმუმ 10-15-ს ნამდვილად გადაცდა ამ ეტაპზე ბოლოა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ოდუშაური, რომელიც ამ პოზიციას იკავებდა ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის პერიოდში. ხა პროცესი, რომელიც ხელისუფლებაში მიმდინარეობს და რომელსაც თავად ქართული ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არქვევს, რამდენიმე თვეა შეფასების საგანია და ამ სტუდიაშიც ჩვენ სტუმრებთან არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რას ვადევნებთ ახლა თვალს და უშუალოდ ოდუშაურის დაპატიმრებას რაც შეეხება. რამდენად შეიძლება ვიფიქროთ და ვივარაუდოთ, რომ მისი აყვანით ქართული ოცნება შეიძლება გეგმავდეს გასვლას სხვებზეც, მაგალითად აი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ აზარაშვილს. პირველ რიგში ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ასეთი ამბები ხდება და ასე მასობრივად ხდება დაპატიმრება მაღალი რანგის чиновникების იქ მიდიან მარტივ დასკვნამდე, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. რაც საქართველოში არ უყვართ. საქართველოში ყოველთვის ცდილობენ, რომ პრობლემა ჩაკეტონ ერთ ადამიანზე, აი კონკრეტულად ვიღაცა დაიჭირეს, პრობლემა მოისწროს. ანუ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე. მე ახლა ძალიან მარტივად დღეს ვკითხულობდი, რის გამო დაიჭირეს ეს კაცი. ეს არის ტენდერი ერთი კონკრეტული კომპანიის სასარგებლო პირობები. საინტერესო არის რა სფეროში არის ეს ტენდერი. ეს ტენდერი ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს. ხო, რას გეუბნებათ ეს? საქართველო არის ერთადერთი სფერო, რომელიც ამის სრული ცენტრალიზაცია მოახდინეთ, სასწრაფო დახმარება ყველგან არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. როდესაც აფტენდერ ამას მაშინ რომ თქვი, ერთადერთი აზრი აქვს ამის გაკეთებას, ერთადერთი მიზნით შეიძლება მოხდეს ეს რომ მოხდეს ფულის კონცენტრაცია სახელმწიფო თანხების და ერთხელში მოხდეს ამისი კონცენტრაცია და ამ გზით ადვილად იყოს კორუფციული შეთანხმების დადება. როდესაც საუბრობ სისტემურ კრიზისს, ერთ-ერთი მოცემულობა ამ სისტემური კრიზისის არის ის, თუ ერთხელ მაინც ქართულმა პოლიტიკოსებმა დასვან კითხვა ეზეთმე ცენტრალიზაცია, რომელიც არის და მთელი ფული თავმოყრილი არის ცენტრალურ ხელისუფლებაში და სოფლის გარეგანათების ნატურას რო ვერ გამოცვლის ვერავინ თუ ცენტრალური ხელისუფლებამ ფული არ გასცა, ეს ხო არ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც ხდება. დეცენტრალიზების შემთხვევაში არანორმალური ცენტრალიზაცია, როდესაც მთელი ფული თავმოყრილი არის ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელში. მათ გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ეს არის საუკეთესო საშუალება და საუკეთესო პირობა იმისა, რომ შენ გქონდეს სისტემური პრობლემა კორუფციის, ელიტარული კორუფციის. ფული სადაც არის, კორუფცია არის იქ, შენ თუ ფულს ყველაფერს მოუყრი ცენტრალურ ხელისუფლებაში. თავ შენ ამოგეზარდება ეს კორუფცია, როგორც ამბობ. საბოლოო ჯამში ახლა დაიწყო ქართულმა ოცნებამ სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენება იმის, რაც ხელისუფლებაში ამ თვალსაზრისით ხდებოდა. შესაბამისად ისმის კითხვა, რაში სჭირდება ეს წმენდა, ანუ საკუთარი გუნდის წევრებისგან წმენდა და ერთმანეთის ჭამის ღიად ჩვენება, როგორც ამას ცალკეულ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებაში ვისმენთ. რა ესე ვთქვათ, ბენეფიტები მოაქვს ქართული ოცნებისთვის უშუალოდ იმ პროცესს, რომელიც თავადვე წამოწყდა. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ ეს ამბები, ხომ? მაგრამ მე რჩება ესეთი შტაბ-ჭრილება, რომ ის გუნდი, რომელიც ეხლა არის ქართული ოცნების სათავეში, ეს არ ყოფილა ქართული ოცნების გუნდი, ეს იყო ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ძალიან ლოიალურები ხელისუფლების მიმართ. ლოიალურები ამ ხელისუფლების მიმართ, ოღონდ ესენი არ ყოფილან ქვეყნის მართვასთან ახლოს. ესენი არ ყოფილან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. ეს ხალხი დღეს ამ მეთოდით ამაზე ბევრი შეიძლება ლაპარაკი მოვიდა ხელისუფლების სათავეში.
მაგრამ მათ გააჩნიათ პოლიტიკური ხელისუფლება, მათ არ გააჩნიათ ფინანსური ძალაუფლება. ისინი ახლა იბრძვიან ამ ფინანსური ძალაუფლების მოსაპოვებლად. ჩემი აზრი ესეთია, იმიტომ რომ მათ დაიწყეს დაუარეს იმ წერტილებს, სადაც ფული იშოვება, დაიწყეს ხალხის აყრა ძალიან ისე რომ ვთქვათ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ჩანაცვლება თავისიანებით. მერე კორუფციასთან ბრძოლა არავის არ გაახსენდება. მაგრამ ჩემი აზრით ახლა მიმდინარეობს ის პროცესი, რომ გუნდმა რომელსაც მოიპოვა ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით პოლიტიკური ძალაუფლება, ახლა ისინი ცდილობენ ფინანსური ძალაუფლების აღებას საკუთარ. ანუ საბოლოო ჯამში ამბობთ იმას თუ მე ვცდები რომ თუ კი ახლა არ იპარავს უხეშად რომ თქვა კობახიძე და მისი ფლანგი ფინანსური ძალაუფლების ხელში მოგდების შემდეგ მოიქცევა იგივენაირად ვიდრე ვთქვათ ოცნების ყოფილი ლიდერშიპი ვინც ვთქვათ დღეს მოდი ესე ვთქვათ ახლა იპარავენ თუ არა არც ვიცი არ თქვენიცით არც მაყურებელმა მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ ისტორიას გააჩნია თავისი კანონზომიერებები მე რომ უყურებდი აქ ხალხს რომ არიან იდეალისტები რომელსაც აქვს რაღაცა თავიანთი იდეოლოგია იდეები რომელზეც გატანისათვის ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ მე ვიტყოდი რომ ეს ნაკლებად არის სავარაუდო მაგრამ მე უყურებ ადამიანებს რომლებიც არიან აბსოლუტური მედროვეები რომელსაც ცხოვრებაში არაფერი არ აწუხებდათ არასდროს საკუთარი კეთილდღეობის გარდა გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს ხო იყვნენ სააკაშვილის მრჩევლები, სააკაშვილის გუნდის წევრები, გადმოლაგდნენ აქით, ახლა იჭერენ იქით, ყველაზე ნათელი მაგალითი ჩემთვის რადგან ვინ ასამართლებდა კომისია, საპარლამენტო კომისია რო შეიქმნა წულუკიანის 4 წევრიდან 3 იყო სააკაშვილის მაღალჩინოსანი. ხო, რომელიც ასამართლებდა. ხო და ასეთ ვითარებაში მე არ მჯერა რომ ეს ხალხი იდეალებისთვის იბრძვის, არასდროს არ ყოფილა ამაში შემჩნეულები. არც ერთი ვერცეც ვერ მეტყვით. თუ ვინმეს მეტყვით აი ამ წრიდან ვისაც დღეს ჩვენ უყურებთ ხელისუფლებაში რომ სააკაშვილის მმართველობის დროს რამე შეუწუხებია ან გირგლიანის მკვლელობას ან კეზერაშვილის სკოლა რამე შეუწუხებია სადმე გინახავთ ეს ადამიანები მე არა თუ ეჭვი მაქვს თქვენ როგორც გამოსცემ ჟურნალისტს არა ამიტომ მეც ვრჩება ისეთი შტაბ-ჭრილება ღმერთ მაქნას რო ვწდებოდე რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის ეს არის ფინანსური ბერკეტების ხელში აღების ოპერაცია რისთვისაც სჭირდებათ იმ ხალხის ჩამოშორება ვისაც ეს ძველი კორუფციული კავშირები ჰქონდათ და ახალის დამყარება თუ არ მეშლება ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი კორუფციული დანაშაულების ბრალდებით დაპატიმრებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ამ ეტაპზე არც ერთი არ უნდა იყოს ყოფილი პრემიერის გახარიას მთავრობიდან ანუ ჯერჯერობით ყველა დაკავებული თუ ბრალდებული მუშაობდა უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მაღალ თანამდებობას იქცევს თუ არა ეს გარემოება ყურადღებას და იწვევს თუ არა კითხვას რატომ არის ყველა ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი გახარიას მთავრობაში უბრალოდ ღარიბაშვილის მთავრობაში ნამუშევარი. ორი მიზეზი შესაძლო მიზეზი ხო? ერთი რომ მის მთავრობაში დიდი კორუფცია იყო. ამაზე პირველი მისი პრემიერობის დროს საუბრობდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი. მეორე ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა დარჩენილი ოცნებაში ძველი ოცნებიდან. რომელსაც გარკვეული ელექტორალური ხარდაჭერა ჰქონდა. ეს ადამიანები, რომელიც აი ვილაპარაკეთ ხო, როგორ არიან მოსული პოლიტიკაში და საიდან მოყვანილ პოლიტიკაში, ისინი რომ გაწიო, მათი ელექტორალური ხარდაჭერა ნული გახდება ეგრევე და ნული კი არა, ძალიან ბევრს ქუჩაში გამოსვლის პრობლემა ექნება, როგორც სხვადასხვა 2000 ხელისუფლების შესვლის შემდეგ პირველ წლებში ჰქონდა ზოგიერთ ნაციონალს. ამიტომ შეიძლება ეს ორივე იყოს პოლიტიკურად ანადგურება ღარიბაშვილს და მეორე მხრივ ხო კორუფციის ფაქტები რომელიც იყო იმ მთავრობაში იმას გაჩეხება გახარიას არ ქონდა არც საშუალება და არც შესაძლებლობა არც უკეთებია რომ რაღაცა აი ეს თავისი გუნდი შეიქმნა შიგნით რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იქნებოდა გახარია მუშაობდა მთავრობასთან რომლის წევრები მისი არ იყვნენ ეს მნიშვნელოვანია მას არ ყავდა თავისი გუნდი მთავრობაში. ამიტომ შეიძლება ეს ნაკლებად ეხებოდეს კიდევაც შეეხოს გახარიას თუმცა თუ კი დაჭირდათ და რა დაუშვით ხელს. მე სულ ვამბობ ერთი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე რომელიც კარგა ხანი შეგვაწუხებს თუ არ მივაქცევთ ყურადღება. ეს არის საპროცესო გარიგებების პრობლემა.
საპროცესო გარიგება დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში ეს არის იარაღი ავტორიტარიზმის ხელში. ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელსაც დაიჭერენ, რომელსაც ცხოვრებაში აფერი არ აწუხებს თავისი კეთილდღეობის მეტი, დააწერინებენ ნებისმიერ. აი, ირაკლი ღარიბაშვილის кейსი რას გეუბნებათ, რომელსაც სწორედ საპროცესო შეთანხმების და გარიგების საფუძველზე ხო, ეკაც საინტერესოა, ხო რა მოხდა. ღარიბაშვილს ბრალი დასდეს ფულის გათეთრებაში. ოღონდ საპროცესო შეთანხმება გაფუძნდა და საზოგადოებამ ვერ გაიგო ეს ფული საიდან იყო, რა ფული, ვისი ფული გათეთრდა, რა ფული გათეთრდა. ფული ხო არ არის, ხაერიდან ხო არ ჩამოცვივდა და ეს ხო არ გაათეთრა ღარიბაშვილმა 6 მილიონზეა ხო ლაპარაკი რაც ამოიღეს როგორც მახსოვს. საიდან იყო ეს ფული? ანუ საპროცესო გარიგებით ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყიდეთ საზოგადოებისათვის შეიძლება უფრო დიდი დანაშაულის დამალვის ცდილობა, ხო? ამიტომ საპროცესო გარიგება ძალიან სერიოზული საფიქრალი არის ეს იურისტებისაც და პოლიტიკოსებისაც, იმიტომ რომ საპროცესო გარიგება ერთხელ შეიძლება გახდეს დაფარვის წყარო, დიდი სახელმწიფო დანაშაულის და მეორე მხრივ ანგარიშსწორების წყარო, იმიტომ რომ ჩემზე და თქვენზე შეიძლება დააჭერენ რომ ნებისმიერი რამე ადამიანს რომელსაც დაიჭერენ და ეს მექანიზმი წინა ხელისუფლებამ ჩართო, ამუშავა ძალიან ცუდად, ეს ხელისუფლება აგრძელებს. კი ბატონო, ბატონო ირაკლი, ქართულ ცნობაზე საუბარ ჩვენ სხვა საკითხის კონტექსტში ისევ დაუბრუნდებით იქამდე კი მოდით ახლა ის სურათიც შევაფასოთ, რასაც ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ველზე ხედავთ განსაკუთრებით იმ პროცესზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია და შეხედულება, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიმდინარეობს, საუბარია პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის მცდელობაზე, რის მცდელობასაც ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქვს კიდევ ერთხელ ადგილი. რამდენად სწორ გზას ადგანან ოპოზიციური პარტიები და რამდენად მაღალია შანსი, რომ აი რეალურად ოპოზიციური ერთობა მივიღოთ. ეხლა ვიცით, რომ იწერება დოკუმენტი, რითაც პარტიები თამაშის საერთო წესებზე შეთანხმდებიან, თუმცა ერთია ვთქვათ ქაღალდზე დაწერილი წესები და მეორეა რეალურად რა შეიძლება შეიცვალოს ნამდვილ პოლიტიკაში. შესაბამისად, რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ მართლაც რეალურ ოპოზიციურ ერთობამდე მივიდეთ. რეალურ ჩემი აზრით მე ძალიან განსხვავებული მაქვს ამ შემთხვევაში ამ საკითხზე აზრი. პირველ რიგში საჭიროა რომ პარტიები ჩამოყალიბდნენ და დაჯგუფდნენ თავიანთი შეხედულებების მიხედვით. როდესაც ერთობაზე მე სულ ამ კითხვას. ვინმე დედამიწის ზურგზე მითხრას, რა განსხვავება არის ზურაბ ჯაფარიძის გირს, ვაშაძის პარტიას, ნიკამელიას და გვარამიას პარტიას და ხოშტარიას პარტიას შორის. ანუ რისი თქმა გინდათ ამ კითხვას რატომ? რაში ვერ თანხმდებიან, იცი რაღაცა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ეკონომიკის მოწყობაზე, სასამართლო რეფორმაზე რა აქვს განსხვავება? არაფერი სინამდვილეში. მაშინ რაშია პრობლემა? პირველობაში. ეს პარტიები 1%-იანი პარტიები, რომელიც გამოაძრეს და გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე. მისი ამოცანა ხო იყო, რომ ითამაშეს ამ ადამიანების ამბიციებზე, რომელსაც მიაჩნდათ, რომ დიადები არიან, აუცილებლად უნდა იჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეხლაც ამ ერთობის შექმნის მთავარი საკითხი იქნება ეს ერთობა რას ნიშნავს თავისთავად, იცი რა? ყოველთვის ჩვენია ტერმინზე ვიყოთ შეთანხმებული ერთობა რა არის? როგორც კი ლაპარაკს იწყებენ, ეგრევე ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ პარტიაში ვერთიანდებით. ანატო არ ერთიანდებიან, ესეც რო ახსნან, იდეოლოგიურ შევთანხმებლობა აქვს რამე? არ გამიგია. რაზე ვერ თანხმდებიან, რომ თუნდაც ერთ პარტიაში არ ერთიანდებიან. ყველანი იყვნენ ერთ პარტიაში. არ გამიგია, რომ იქ ქონოდათ რაიმე იდეოლოგიური შეთანხმება. ისე ბატონო ირაკლი, ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ ამად გაერთიანებაზე და რა შეიძლება, გაერთიანდნენ კარგია, ანუ ის რაც მოხდა 2020 წელს და გააკეთა ძალიან კარგად ჩემი აზრით ქართულ მოუწნებამ. დიდი მახე დაუგო, როდესაც 1%-იანი ბარიერი გააკეთა და მაშინაც ვამბობდი, რომ მახეა ეს. ყველა ცალ-ცალკე ორჯერ ტელევიზორში გამოსვა, ყველა ცალ-ცალკე გაიქცა და
ძლიერი პოლიტიკური სპექტრის მაგალითად მანამდეც არ იყო ძლიერი კიდევ უფრო დაკსაცული და დასუსტებული პოლიტიკური სპექტრი. ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, საერთოდ რატომ არის საჭირო და საჭიროა თუ არა ოპოზიციური ერთობა? ამ კითხვასაც რომ უპასუხოთ, იმიტომ რომ აგერ გიორგი გახარიას პარტიაში მაგალითად ასეთ კითხვას სვამენ, ვინ დაადგინა რომ გამოსავალი მაინდა-მაინც ოპოზიციურ ერთობაშია? რატომ ერთობა და არა სიჭრელე, მრავალფეროვნება და ბევრი არჩევანი პოლიტიკურ ველზე? მოდელი, სადაც ოპოზიცია კოორდინირებული იქნება და იქნება ეს მრავალფეროვნება, ასეთი მოდელები არცებობს. იმიტომ ვამბობ, ერთობას იძახიან, მაგრამ სინამდვილეში არანაირ ერთობას არ აკეთებენ. თუ ყველა 0.1%-იანი პარტია ცალ-ცალკე პარტიას ინარჩუნებს, რითიც ხდება ეს შენარჩუნება, რა მოაქვს საზოგადოებისათვის, გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანის ლიდერი მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება ერთმანეთთან და ლაპარაკობს. აი ეს არის ერთადერთი რაც მოაქვს. ამ პარტიების ერთობა იდეაში უნდა იყოს ამ პარტიების დაბრუნება იქ საიდანაც გამოვიდნენ, იმიტომ არანაირი განსხვავება მათ ნაციონალურ მოძრაობას ამაფერი არ აქვს. არც ნიკამელიას და გვარამიას აქვს რაიმე იდეოლოგიური განსხვავება მათთან. კაი მიხეილ სააკაშვილის ფიგურას არც ვერ გუობენ, მათი გასარკვევი არის რა, მე არ მადარ. ეს დანარჩენები მაინც გაერთიანენ, რომ ჩამოყალიბდეს. მე მიმაჩნია, რომ სპექტრი იქნება ძლიერი, როდესაც ჩამოყალიბდება 2-3 მიმართულებით საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ძალა. ეს ყველა პარტია არის ნაციონალური მოძრაობის განაყოფი. მათი ელექტორატი ეს არის ნადირობა ნაციონალური მოძრაობის ძველ ელექტორატზე და ახალგაზრდების ნაწილზე, ძირითადად ზურა ჯაფარიძე არის, მათ ერთ-ერთი ეს ზურა მოახერხა ამისი გაგება. დანარჩენი მათ ერთი კაცი ვერ გადმოქაჩეს ქართული ოცნებით. ამოცანა ჩემთვის არის ის, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ ოცნებას ელექტორატს მოაკლებენ. ესენი ყველანი იყვნენ უკაცრავად. გიორგი გახარიას პარტიას თუ შეუძლია იყოს ისეთი ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას წაართვეს. არ ვიცი, იდეოლოგიურად კი. აქცენტირებულად კითხვის დასმა, იმიტომ მინდა რომ აი ამ პროცესში, რასაც ქვია პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, ოპოზიცია ორ ფლანგად არის გაყოფილი. ერთ ფლანგზე არის სწორედ ყველა დანარჩენი პარტია და მეორე ფლანგზე არის გიორგი გახარიას პარტია ცალკე. რა გაქვთ სათქმელი უშუალოდ ამ პარტიის პოზიციასა და პოზიციონირებასთან მიმართებაში და ისე საინტერესოა ზოგადად ესე ვთქვათ პოლიტიკაში ამ ძალის მომავალსაც როგორ უყურებთ, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ მათი ლიდერი ასე ვთქვათ გაქცეულია, მოუწია საქართველოსთან წასვლა და რეალურად ამ პარტიას პოლიტიკური საქმიანობის წარმოება ლიდერის გარეშე უწევს. ფაქტია, რომ ეს პარტია თვეების განმავლობაში დატოვა ძალიან ბევრმა სახემ, ვინც იყო ბოლოს კი ბატონო, ეს გარემოებაც ემატება. ანუ მათ აქვს გარკვეული და პრობლემები, რომელიც მე არ ვიცი, მაგრამ უნდა მოაგვარონ. ანუ სტრუქტურულად, ორგანიზაციულად პარტია ეს არ არის ერთმართველობის პრინციპზე შექმნილი. მე საერთოდ აი რა არის, იცი, როდის დაამარცხებენ ქართულ ოცნებას, თუმცა ქართულ ოცნებას უნდა დაამარცხონ, მასზე უკეთესი ალტერნატივა უნდა შექმნას. დღეს ძალიან ბევრ რაღაცაში ოპოზიცია არის სარკისებრი ანარეკლი ქართული ოცნების. ალტერნატივა კი არა, მისი ანარეკლი. მათი მეტყველება პოლიტიკური, მათი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისათვის, მათი შეხედულება სახელმწიფოს მოწყობაზე. მე ოპოზიციიდან ვერაფერს ვერ ხედავ, რომ ამას თავაზობენ სისტემა. ყველაფერი ერთ-ერთი გავს ერთმანეთს. უბრალოდ საქმეზე რომ იდგას, ეს იძახის, რომ მე ვარ პროდასავლელი და ეს არის პრორუსი. ეს არის განსხვავება, თორე ვერ დავინახე ვერც ერთი ალტერნატივა, რომელიც შეთავაზოს და რაც შეთავაზოს, კიდე ის ალტერნატივები არის, ხო ოპოზიცია რაც შეთავაზობს ხელისუფლებას. ამიტომ გახარიას პარტია იქნება თუ სხვა პარტია იქნება, პირველ რიგში შიდა დემოკრატიული პროცესი ჩვენ უნდა დავინახოთ პარტიები, რომლის ლიდერებმა შეძლეს შიგნით ეფექტური და დემოკრატიული მართვის სისტემის შექმნა. ახლა ეს პარტიები, რომელზედაც ლაპარაკობთ, აი ჯაფარიძის პარტია, ვაშაძის პარტია, მეორე კაცები იცი ვინ არის? აი ხო ჟურნალისტი ხარ, რომელიც მრავალი წელი. მე ძალიან გამიჭირდება ალბათ მე და თქვენც მოვიფიქრებთ ამას. მაგრამ ეს ხო ერთი კაცის გარშემო რაღაცა ფან-კლუბები და ეს ხო პარტიები არა. ბატონო, გეთახმებით ეს პრობლემა. აი პრობლემა არის იმაში, რომ პარტია უნდა შეიქმნას. პარტიის შექმნა არ არის დასახელება და თავმჯდომარის არჩევა. რომელიც იტყვის, რომ მე თავმჯდომარე ვარ და აბა ეხლა მაგიდასთან რო დაждდებით, მე ჩემი ადგილი მეკუთვნის, კვოტა მეკუთვნის, ეს არ არის პარტია.
ბატონო ირაკლი, აი კაცების და ქალების და ზოგადად საკადრო პრობლემა, კადრების პრობლემა არ აქვს ლელოს და მოდით ერთ კითხვას აქცენტირებულად მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტიაზე ზაგისვათ, იმიტომ რომ აი ცალსახად და მკაფიო თქვათ, არც ლელოს პოზიცია არა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციის ერთიან სამოქმედო გეგმაზე გადასვლა ბოლომდე სწორი. მაგალითად ერთ-ერთი წევრის გიორგი სიორიძის პოზიცია მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში პოზიცია მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ და ის ასე ჟღერს ლელოს აუცილებლად გვექნება ციხიდან გამოსულ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა ახლა ბრძოლის სხვა ეტაპია და ამას ჭირდება შესაბამისი პასუხები მაგრამ რაღაც პლატფორმების და კოლგების შესახებ საუბარი არ მგონია ეფექტური აი რა შეიძლება დაერქვას ამ შემთხვევაში უკვე ლელოს პოზიციას რომელიც ერთი მხრივ კი ამბობს რომ ექნება შეხვედრები და აუდიენციები სხვა პარტიების წარმომადგენლებთან მაგრამ იქვე გამორიცხავს რომ არ ვიცი ვინმესთან ახალ პლატფორმაში მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ ლელო ჩემი აზრია რომ ლელოს განსხვავებული პოზიცია უნდა ქონდეს ის პარტიები რომელსაც ლაპარაკობ ჯაფარიძე ვაშაძე ასე შემდეგ ხოშტარ ესენი იყვნენ პარტიები ყველა რომლებიც ნადირობდნენ ასე მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის ხმებს აი იმ ელექტორატში ისხდნენ ამოცანა რა არის შენ თუ ქართული ოცნებაზე ის იქიდან უნდა წამოიღო ხო რაღაც ლელოს როგორც არანაციური წარმოშობის პარტიას ჩემი აზრით ჰქონდა ამისი პოტენციალი. არ მინდა ახლა ყველას თავისი გზა ქართული ჩემი აზრით მათ თავიანთი რადიკალიზაციით და უშო შესწავლით. ანუ ცოტა განსხვავებულად უნდა ემუშაოთ, მაგრამ ეს ბულინგი რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობიდან იქიდან გამოსული პარტიების მხრიდან რომ ვინც მათ პოზიციას აერთახება, ყველა არის ბიზნეს აგენტი, ყველა არის რუსეთის აგენტი და რა. ნუ ეს უნდა დავივიწყოთ. იმიტომ რომ ესაც ლაპარაკობ რომ სარკისებული ეფექტი არის მეთქი ხელისუფლებასთან ეს არის სწორედ სარკისებული ეფექტი ის გვიძახის დასავლეთის აგენტებს ეს გეძახის რუსეთის აგენტებს თუ კი მის აზრებს არ ეთანხმები და ეს არის უბედურება ამ ქართული პოლიტიკის იმიტომ რომ სინამდვილეში 35 წელი ჩვენი უბედურება არის ფუნდამენტალიზმი პოლიტიკური ფუნდამენტალიზმი როდესაც შენ საკუთარი აზრის გარდა არავის მოსმენა არ გსურს შენ თუ კი უარყოფ საპარლამენტო გზას, არჩევნებს, ყველაფერს და თან ქუჩაში თავიც არ აქვს არაფერს, ჩამოყალიბებული ფუნდამენტალისტი ხარ. და ფუნდამენტალიზმი არის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც სამწუხაროდ. და ასეთ ვითარებაში ლელოს უფრო მეტი შესაძლებლობა და მეტი ვალდებულება აქვს ჩემი აზრით, რომ ის ცენტრისკენ წამოვიდეს და არა თქვათ იქ სადაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოსული პარტიები. ლელოს კონტექსტში კიდევ ერთი კითხვა და მე უკვე სხვა თემები ხა ოპოზიცია მათ შორის ლელოც ბუნებრივია ძალაში ტოვებს მოთხოვნას ახალი საბატო არჩევნების შესახებ ამ ფონზე კი ვხედავთ რომ კარგა ხანია არჩანან უშუალოდ პარტიის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რაც სხვა შორის ცალკეულ ანალიტიკოს აფიქრებინებს რომ ისინი შესაძლოა საერთოდ პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობდნენ თუ რა თქმა უნდა ეს გაწყვეტილება უკვე არ არის მიღებული. აი თქვენ რას გეუბნებათ ის რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე რაღაცნაირად ჩრდილში გადავიდნენ და კარგა ხანია აღარ ჩანან. ჩრდილში არის გადასული მთელი ოპოზიცია მე რომ მკითხო არ ვიცი ახლა პიროვნ არა მაქვს არანაირი ინფორმაცია მამუკაძე და ბადრიზე ოღონდ მე ვფიქრობ მაგრამ შეიძლება ეს ფიქრის პროცესი იყოს იმიტომ რომ რაღაცას დაფიქრებებია რაღაცები შესაძლებელია იცი ჩემი აზრით რაღაცები შესაძლებელია და კარგი იქნება რომ პოლიტიკოსები ამაზე დიალოგს დაიწყებენ ერთმანეთთან. არ შეიძლება ხალხმა ადამიანების თვალით უყუროთ. შეიძლება წელიწად ნახევარი ლაპარაკი მიდიოდეს იმაზე რომ პოლიტიკოსები ერთმანეთთან ლაპარაკობთ გაერთიანებაზე. კარგი რა. კარგი რა. ანუ შენ ეუბნები რომ წელიწად ნახევარი წყალს ნაყავ. ადამიანები, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ქვეყნის მართვაში ჩაბარება უნდა. მეც უკეთეს ბიძინა ივანიშვილის მისი აგენტები რას გაუკეთებდნენ. აი რასაც ოპოზიციამ თავის უშვება ბოლო პერიოდში. თუ ლაპარაკობ წადი დაილაპარაკეთ, მაგრამ მერე გამოიდგ გადაწყვეტილება აცნობენ. ან მაშინ სხვანაირად დადგით ეს პროცესი ხო საზოგადოებაში გადიძე და საზოგადოებიდან ეს ვიკრიფებით ლაპარაკობთ. აი ახლა ვერ შევდავთ, ახლა ვერ შევდავთ. წერ რა ხალხო დამთავრდა. ერთ წელი გავიდა, ორ წელი გავიდა, სულ ეგუესმის. და ვისგან გვესმის, ხო, ძირითადად ხო, ეს იმ ერთი პარტიიდან გამოსულები არიან, გაცოს ყველა რა ვერ დაილაპარაკეს.
კეთილი ბატონო ირაკლი, მე ხაზარაძის და ჯაფარიძის ჭრილში გასვლაზე კითხეთ და თქვენ თქვით რომ არა მხოლოდ ისინი, არამედ მართლაც რეალურად არაერთი პოლიტიკოსი გადავიდა ბოლო წლის განმავლობაში, მიიღო არაერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება მართლაც პოლიტიკურ კულისებში გადაინაცვლოს, შეწყვიტეს ეთერებში სიარული, საჯარო აქტიურობა და მართლაც თვალს მიეფარნენ. არ ვიცი ხა კულისებში რას აკეთებენ, მაგრამ პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლის სურვილი, როგორც ჩანს, დიდად არ აქვთ. ასეთები ყველა პარტიაში არიან ნამდვილად, ამიტომ კონკრეტიკას არ მოვახდენთ. აი, რა პრობლემას აჩვენებს, ესეც მინდა გკითხოთ და მე უკვე დებატებზე გადავიდეთ, რა პრობლემას აჩვენებს ის, როდესაც პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას გადავიდეს ჭრდილში, პოლიტიკურ კულისებში და მეორე მხრივ ეს რითი შეიძლება იყოს განპირობებული? განპირობებული შეიძლება იყოს კარგ შემთხვევაში იმითი, რომ ყველანი ხვდება, რომ რაღაცეები არის შესაძლებელი, პირველ რიგში ოპოზიციის ხელისუფლება არ შეიცვლება, ამას უნდა შევთანხმდეთ, ხელისუფლება არ შეიცვლება, იმიტომ რომ ხელისუფლება თავს გსდობს გამარჯვებულად და არ ფიქრობთ, რომ მასშტაბები შერდება, იმიტომ რომ ის ინარჩუნებს ძალაუფლებას. მათ შორის იმ შემთხვევებში, სადაც ოპოზიცია უნდა უშუალოდ ჩემი აზრი. თუმცა მესმის, რომ ეს აზრი არ არის თქვა დომინანტური, მაგრამ თუ კი ოპოზიციური პოლიტიკოსები ხვდებიან იმას, რომ ეხლა ჭრილში გადასვლა და ეხლა ცოტა სიჩუმის დროა, შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ ისინი თავადაც ფიქრობენ, რომ რაღაცა ცვლილებები არის მოსახდენი და უფრო ამაზე არიან აქცენტირებული, ღმერთმა ქნას რომ ეს ესე იყოს. მე ცოტა ეჭვი მეპარება ამაზე, ვიცნობ ამ ადამიანებს თითქმის უყველას, მაგრამ თუ კი ისინი რაღაც უკეთეს ფორმას ურთიერთობისას უნახავენ და პირველ რიგში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმას უნახავენ, იმიტომ რომ თბილისისგან მე რატომ მიმაჩნია, რომ ესენი პარტიები არ არიან რეალურად, კი ბატონო, იურიდიულად კი სამართლებრივ. თბილისისგან და გადით ჩვენმა ოპოზიციამ პირველად სხვათა შორის 1998 წლიდან, როდესაც კაი გამსახურდი აზრს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. ასეთი მდგომარეობა თბილისის გარეთ საკრებულოებში თითქმის 50%-ზე მეტი არც ერთი ოპოზიციონერი არ არის წარმოდგენილი. არ უცალყოფა. და ამაზე უნდა იფიქროს ოპოზიცია, საქართველოს მოგებას აპირებდა, საქართველოს წართმევას აპირებდა ხელისუფლებისათვის და თბილისის გარეთ არც ეს პარტიას ფაქტობრივად არაფერი არ აქვს. და ყველა ეს პარტია ეს არის კლუბები თბილისში, რომელსაც საქმეს რომ მიდგეს 50 კაცის გამოყვანა არ შეუძლია ქუჩაში. ნამდვილად ბევრი აქვს სამუშაო ოპოზიციურ სპექტრს ამაში გეთახმებით. კიდევ ერთი აქტუალური საკითხი ბატონო ირაკლი და მოდით ამჯერად დებატების რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობის თაობაზე ირაკლი ყობახიძის პოზიცია შევფასოთ. ცალკეულ მედია საშუალებას შეიძლება ითქვას, რომ სტუდიებს აწყობს, შესაბამისი კადრებიც გავრცელდა მედიაში, თუმცა ოპოზიციაში ბევრი ფიქრობს, რომ არანაირი დებატები არ იქნება და ეს არის რეალურად პიარზე გათვლილი განცხადება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? რატომ გააკეთა ოცნებამ და კონკრეტულად ირაკლი ყობახიძემ თქვენი აზრით დებატების შეთავაზება და რა ტიპის დებატები შეიძლება მივიღოთ იმ განცხადებების გათვალისწინებით, რაც ქართულ ოცნებაში კეთდება და გეტყვით, რომ აი მართველი პარტიის განმარტებით დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ და არ არიან არც ექსტრემისტები და არც რადიკალები. ხალხისა და ქართული ოცნების დებატები ფორმატი იქნება დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ, აი რუსეთში მაგალითად დებატები არ დაუხურავთ პუტინის პერიოდში და დებატები იმართებოდა მართლ პარტიას, ლიბერალ-დემოკრატებს, ჟირინოვსკის პარტიასა და იქ იყო ესერების პარტია ეგრეთ წოდებული მემარცხენე პარტიას შორის. ანუ ხელისუფლება ცდილობდა ამ გზით შეექმნა ფსევდო ოპოზიცია და წამოეწია ის. დებატები გჭირდება, ამას არ ჭირდება განცხადებები. ამას ჭირდება, რომ შენს პრესენს უთხრათ და უკავშირდე ტელევიზიებს და უთხრათ, რომ დებატებისთვის ვარ ღია. დანჯას ნამდვილად მოახერხებთ თქვენ ტელევიზიას, სხვა ტელევიზიების დებატების ორგანიზებას. თუ რაიმე განსაკუთრებული სურვილი აქვს, ასევე შეუძლიათ პრესენს უთხრათ, რომ თქვა თემატური დებატები უნდათ. აი ხელისუფლებამ ზოთა. ამას არ ჭირდება განცხადებები, ეს არ არის კანონი გვაქვს მისაღები და ვინმე ხელს მიშლის და აი ოპოზიციასთან ერთობა მჭირდება. დებატები მჭირდება, მივდივარ დებატებზე ვждები ტელევიზორში. რა თქმა უნდა, ხო, პიარ სვლა არის რაღაცისთვის დასჭირდათ, ასე ფიქრობენ, რომ ეს სჭირდებათ, თუმცა
მე უფრო მაღელვებს ოპოზიციის იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც იძახის, რომ არ უნდა დავждეთ დებატებს. უნდა დასხდნენ? რა თქმა უნდა. ყველანაირ დებატზე უნდა დაждდა, ყველანაირ დებატი უნდა მოიგო. დებატი არის აი იმისთვის. მაგალითად სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ შექმნილ ვითარებაში ქართულ ოცნებასთან დებატების ფორმატში შესვლა იქნება საზოგადოების დაცინვა. რატომ არ იქნება ეს ასე? არ ვიცი, საზოგადოების დაცინვა არის მისი უკეთ ინფორმირება, საზოგადოების უკეთ ინფორმირება რა პოზიცია გამოჩნია ერთ პარტიას და რა პოზიცია. ეს არის საზოგადოების დაცინვა. საზოგადოებას ამაზე ვერ გავაგებინებთ, ეს არის საზოგადოების პატივისცემა. რა ვქნა ახლა? მე არ ვეთანხმები ქალბატონის სალომეს მოსაზრებას. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ერთ თემაზე, საქართველოში ელჩის გამოგზავნის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის გაწყვეტილებაც შევაფასოთ და ამით დაგმშვიდობებით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზელენსკი იღებს გაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნოს უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი. არა და არაფერი შეცვლილა თვითონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, მით უმეტეს უკეთესობისკენ და ქართულ ოცნებას იგივე პოზიცია აქვს, თქვათ ზოგადად უკრაინის თუ იქ მიმდინარე ომის საკითხზე, რაც აქამდე ჰქონდა და რის გამოც და ერთ-ერთი მიზეზი იყო ზელენსკის მიერ საქართველოსთან მათი ელჩის გაწვევა. ასეთ კითხვას სვამენ თავად ქართულ ოცნებაში, ან რატომ გაიწვია ზელენსკიმ ელჩი, ან ახლა დანიშნა, რას უნდა ნიშნავდესო და იგივე კითხვა მინდა პრინციპში მეც დაგისვათ. რას შეიძლება ნიშნავდეს ზელენსკის მიერ საქართველოში ელჩის დანიშვნის გაწყვეტილების მიღება? ცოტა ისეთი ამბავია რაღაცა მკითხაობას ავეთ გამოდის. რატო გაიწვია გასაგები იყო, იმიტომ რომ საქართველოს თანამდებობის პირების განცხადებები უკრაინის ომთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად აუტანელი. როგორც ქართველს არ ეკადრებოდა ასეთი რამე უკრაინელების მიმართ, რომ ეთქვა, თან ჩვენ თუმეტეს ოკუპირებული ქვეყანა ვართ. არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცები იცვლება ჩვენს გარშემო და ზელენსკის მთავრობასაც აქვს გარკვეული კონსულტაციები დასავლეთში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტო ზელენსკის მთავრობის ნაბიჯი, მაქსიმალური დიპლომატიური ძალისხმევა დაიწყება საქართველოს მთავრობასთან, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ტერიტორია გვიკავია და ისეთ ადგილას ვართ, განსაკუთრებით თუ სომხეთ აზერბაიჯანის საბოლოოდ ამთავრებენ საქმეს. ჩვენ ვჩებით ერთადერთი წერტილი, სადაც ასე ვთქვათ, დასავლეთის ინტერესი არ იქნება დომინანტური. ეს ესე ვერ გაგრძელდება. ქართულ ოცნებას რისი იმედიც აქვს, რომ მასთან დიალოგს დაიწყებენ და ამისთვის აგროვებს ახლა ბევრ დანაშაულს, რომ ეს სწრაფად გადაყაროს, მე მგონი ეს ესე არ იქნება და ცოტა უფრო მძიმედ შეიძლება იყოს საქმე. ცოტა არის დრო ამისთვის ალაპარაკოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის უბრალოდ ნაბიჯი, რომ აი ზელენსკის ახლა გაახსენდა საქართველოსთან მხარი დაუჭირა. მადლობა ბატონ ირაკლი იმისთვის, რომ უყავით ჩვენი სტუმარი ირაკლი მელაშვილი აფასებდა პოლიტიკურ პერიპეტიებს, ახლა კი სტუდიას ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს გიგი წერეთელს დაუთმობთ. მოგზადით ბატონ გიგი, ის რამდენიმე წამში შემოგვერთდება, იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩი დანიშნა, როგორც იცით, უკრაინის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნიდან საკუთარი ელჩის გაწვევის გაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მარტის თვეში მიიღო, რამდენიმე წელი გავიდა შესაბამისად ისე რომ მას თბილისში აღარ დაუბრუნებია უკრაინელი დიპლომატი. რატომ შეცვალა უკრაინის პრეზიდენტმა გაწყვეტილება? მე თვითონ მაშინ როცა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში დადებითი კუთხით პროგრესი არ ჩანს, ეს ერთ-ერთი კითხვა იქნება, რასაც გიგი წერეთელთან დავსვავთ, ასე რომ მივესალმებით ჩვენს სტუმარს. გამარჯობა ბატონ გიგი და მადლობა რომ შემოგვერთ. მშვიდობის, გამარჯობა. ბატონ გიგი, აი მოდით ჩვენი ინტერვიუც იმ საკითხით გავხსნათ, რაზეც წინა სტუმართან დავასრულე საუბარი და გულისხმობს სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის გაწყვეტილებას ელჩი გამოგზავნოს საქართველოში, სადაც რამდენიმე წელია უკრაინას აღარ ყავს წარმომადგენელი. უკრაინის პირველი პირის გაწყვეტილებით ჩვენს ქვეყანაში მათი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გახდა მიხაილო ბროდოვიჩი, რომელიც 2012 წლამდე სლოვენიაში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ბუნებრივია ხა ეს თემა შეფასების საგანია, გაჩნდა კითხვა ხომ არ არის მოსალოდნელი რაიმე სიახლე საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? როგორ ფიქრობთ, რა დავალებით გზავნის ზელენსკი საკუთარ ელჩს და რა შეიძლება იყოს ის დირექტივები, რასაც უკრაინის პრეზიდენტი პირველ რიგში მისცემს საკუთარ წარმომადგენელს? ხო, მე არ მგონია რომ ხა ვინმე აქ რაიმე ზუსტი პასუხი კონდეს, სანამ არ იქნება თვითონ თუმცა დაისმება ასეთი კითხვა, რატო დაინიშნა ეს ახალი ელჩი, საელჩო არ გაუქმებია უკრაინას
და აქ იყო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაღაც პერიოდი, შემდეგაც, შეიძლება ისე აქტიურად არ ფუნქციონირებდეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით უკრაინის პრობლემები რაც არის, ხო? უკრაინა ხა მთლიანად არის ფოკუსირებული ომზე, ამ შემთხვევაში ომის დასრულებაზე, იმაზე რომ რუსეთის რაღაცნაირად მე ვფიქრობ თითქოს აი რაღაცა ბოლო გაბრძოლებებია რომ მაქსიმალურად ამ ზავის თუ დასრულების წინ მეტი მიიღოს ტაქტიკაც მათ ყოველთვის აქვთ და უკრაინის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობა ალბათ არ არის ყველაზე მთავარი მაგრამ ხო შეიძლება იყოს ისიც რომ ეს რაღაც არის მოდით ასე ვთქვათ რაღაცა გლობალური ტენდენციის ნაწილიც და გამოვლენებაც ამას ჩვენ ვნახავთ რა იქნება ეს ყველაფერი ჯერჯერობით არაფერი ისეთი დრამატული პოზიტიურად დრამატული არ ხდება ხო თვითონ ქართულოცნებაში გაუკვირდა სხვა შორის იმედოვნებენ გაკვირვების გარდა იმედოვნებენ რომ ზელენსკის ნაბიჯი პოზიტიურ ასე ვთქვათ პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება და უკრაინული მხარე საქართველოში მათი ელჩის მოვლენას ჩვენს ქვეყანასთან საკმაოდ გაფუჭებული ურთიერთობების დასალაგებლად ეს ურთიერთობები ვინ გააფუჭა ჩვენ ეთყობა ზელენსკის რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობების დალაგება არ მგონია ეხლა ზელენსკისთვის რომ რაიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს იყოს თუმცა როგორც ჩანს ეხლა გადაწყვეტილებები ესე ჰარალეთ არ მიიღება იქ ხო ну რაღაცა ალბათ რაღაცა გარკვეული შინაარსი ამაში დევს შეიძლება კიდევ ერთხელ მომბეს იყოს თვითონ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით, მომავალ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, რომ მათ სწორედ ახლა თუ ვიტყვით ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ელჩი და საქართველოში გამოუშვეს. ვნახოთ ახლა არ მგონია რომ აქ ჩვენ ზედმეტად უნდა თავი დავიღალოთ ამაზე მსჯელობით მთავარი არის უკრაინამ მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც მას სურს დაიცვას თავის ქვეყანა, თავის სუვერენიტეტი. ამაში მას დაეხმაროს ბუნებრივია დასავლეთი მაქსიმალურად ეხმარება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში და ეს რაღაცა სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ომი დასრულდეს და ამის შემდეგ შესაძლებელია ალბათ რაღაც ახალი შესაძლებელი არა, აუცილებლად ახალი დღის წესრიგი იქნება უსაფრთხოების მსოფლიოში და ეს პროცესები ყველაფერი წინ არის. ხო მე კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვერსიებზე ვილაპარაკოთ ავით შეიძლება პიროვნული გადაწყვეტილება მისი რომ რაღაც ან ვიღაცამ ხელი შეუწყო ამ ამბავს მოდი რაღაცნაირად ეს ვცადოთ როგორ იქნება პასუხი ვერაფერს ვერ ვიტყვი ფაქტია რომ ეს არ არის რაღაცა მტრული ნაბიჯი და არ არის პასუხი იმ სამწუხარო ასე ვთქვათ მეგზავნილებზე რომელიც აქედან მიდის ხოლმე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გულისხმობ პირველ რიგში ქართული ოცნების უკრაინის ლიდერების მიმართ, ზელენსკის მიმართ, საერთოდ ამ პროცესის მიმართ სამწუხარო ასე ხდება და კიდე არ არის განცდა იმისა, რომ ეს არ არის მარტო უკრაინის ომი და ბევრ ადამიანში ასე ლაპარაკობს და არ ესმით, რომ უკრაინა იქ იცავს საქართველოსაც და იცავს ძალიან ბევრ ქვეყანას იმისგან, რომ რუსეთმა შემდეგ არ მოახდინოს თავისი იმპერიული გეგმების განხორციელება და კიდე ბევრ ქვეყანას არ მიადგეს. ну ახლა არ აქვს რუსეთს ამის საშუალება ჩვენ უფრო მშვიდად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით და არავითარი რაღაც ამ წუთის საფრთხეები არ არსებობს მაგრამ ხა საუკუნეებია ჩვენ ეს მეზობელი ყავს და ძალიან კარგად ვიცით მისი ქცევის მოდელი, მისი სურვილები, მისი ხელმძღვანელების ხო სხვა ეპოქაში სხვა საუკუნეში მიზეზი აქვს არა აქვს მიზეზი ამას მნიშვნელობა არ აქვს მათი ამოცანა არის რომ რაც შეიძლება სოფლიოს მეტი წერტილი აკონტროლონ და თავისი ასე ვთქვათ, შემოგარენი განსაკუთრებით გააკონტროლონ და ამაზე ბოდიში ერთადერთი დაცვა ამისი. ჩავთვლით რომ ან ამერიკა, ან ევროპა ის არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ეკონომიკური თავდაცვითი და დემოკრატიის. ამას მინდა ხაზი გაუსვა. იქნება საქართველოს ძლიერი ქვეყანა, ეყოლება სერიოზული მეგობრები, ის იქნება დაცული.
თუ არ იქნება და მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საფრთხე იქნება. ბატონო გიგი სხვა ჭრილშიც მინდა გავაგრძოთ საუბარი და ახლა უკვე იზოლაციის გზა, რომელსაც ადგას ჩვენი ქვეყანა, იცით რომ თებერვლის თვეში სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება, ჯეიდ ვენსი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწევა, თუმცა მის მარშრუტში არ შედის საქართველო. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ეს რომ გვითხრათ და აქვე გავახსენოთ მაყურებლებს რომ საქართველო არც ტრამპის მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ მშვიდობის საბჭოშია, მაშინ როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა იქ საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა მიიწვია და ამას ემატება ისიც და ამავე კონტექსტში ვახსენებ მოდით რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეული. შეიძლება თუ არა მოკლედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ ყველაფერს იზოლაცია ეწოდოს და რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი იმის, როცა არავის ვახსოვართ და არავინ გვახსენებს. ხო, ნუ ჩვენ ახლა არ ვამუქებთ რეალურად არაფერს. ახლა რა ჩამოთვალეთ თქვენ ესე დიდი ჯაჭვის ნაწილებია, ხო? ახლა სამი მომენტი თქვით თქვენ, სადაც საქართველოს პრაქტიკულად არის თამაშგარე მდგომარეობაში და ახლა ეს მე ვფიქრობ ბოლო პერიოდის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ტენდენცია ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მუდმივად რომ საქართველოს ამგვარ ვითარებაში როცა ეს არასრულებს თავის ვალდებულებებს არ მიყვება დემოკრატიის და დასავლეთისკენ გზას რომ თავისუფალი არჩევნები ადამიანის უფლებები პატიმრები ეს რეპრესიები რომელიც არის სინდისის და პოლიტიკური პატიმრები და აქვე კიდევ ერთხელ ბუნებრივია ყველას მივესალმები და უსურვებ გამძლეობას მაქსიმალურად და ძალიან სწრაფად განთავისუფლებას ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის იზოლაცია და ყველაზე მძიმე შედეგი ამ იზოლაციის ეს არ არის იზოლაცია სრული ასე ვთქვათ სამყაროსგან მაგრამ ეს არის იზოლაცია სამყაროს იმ ნაწილისგან რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით ასევე დემოკრატიის თვალსაზრისით პარტნიორობის თვალსაზრისით სამხედრო და თავდაცვითი თვალსაზრისით და ჩვენ ეს შანსები გვქონდა და ეს პრაქტიკულად ნულამდეა დღეს დასული ჩვენ ვისმენთ სხვა ტიპის კრიტიკას, მოხსენებებს, ანგარიშებს, სადაც ერთი დადებით სიტყვა არ არის საქართველოზე ნათქვამი, მის დღევანდელ ხელისუფლებაზე ნათქვამი, არ გონია რომ ძალიან სასიამოვნო არის. ბევრი ჩვენგანი არც მე ვინც ოპოზიციაშია დღეს და არც ის ადამიანები ვინც თუნდაც ქუჩაში დგანან და თვეების განმავლობაში და ახლა სიცივეში დღესაც და მუდმივად და თავისუფლებისთვის იბრძვიან არა მარტო საკუთარი არამედ ყველას ჩვენი და ქვეყნის იმის უკეთესი მართლა მომავლისთვის რომ მათაც რაღაცა უხაროდეთ რომ ქვეყანაში ცუდად არის საქმე ასე არ არის. ოღონდ ჩვენ არ გვინდა რომ ქვეყანა რაღაცნაირად რეგრესიის გზაზე იყოს და ერთ-ერთი პერსპექტივა ჩვენი აი ესეთ ვითარებაში იყოს მართლაც რუსეთთან ყოფნა ან იმ სივრცეში მხოლოდ ტრიალი სადაც რუსეთია დომინანტი. გარკვეულ წრეებში არსებობს შეფასება, მოსაზრება უпростоრად რომ აი ამ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებსა და ქარცეცში შესაძლოა უკეთესიც იყოს ჩუმად ყოფნა და ის რომ არავის ახსოვდე. როგორ არის რეალურად და მეორე თავად ქართული ოცნებისთვისაც რამდენად შედის პოლიტიკურად თვითონ ქართული ოცნების ინტერესებში რომ იყოს გამოკეტილი და არავინ ელაპარაკებოდეს. შემთხვევით აი ასეთი ტიპის იზოლაცია ხომ არ მოსწონს? ხომ არ უნდა თვითონ ქართულ ოცნებას და თუ არა, მაშინ რატომ არ ცდილობს ამ ვითარების ეს ვთქვათ გამოსწორებას და შეცვლას? არა, მე მგონია რომ ახლა მათი ხედვა ამ მიმართულებით არის აბსოლუტურად მცდარი. გუშინაც ერთ-ერთი ეთერი მქონდა სადაც ამ საკითხებს საუბრობდი და გასაგებია რომ შესაძლებელია რაღაც კონკრეტულ მომენტში ქვეყნის პოლიტიკის შეიძლება რთულ მომენტში გეოპოლიტიკურად ირგვლივ რაც ხდება და სხვა გაჩუმდეს. მაგრამ ჩვენ სიჩუმე ხო არ გვესმის, ახლა თავისთავად ეს ცუდია, რა თქმა უნდა და მიუღებელია, მაგრამ მე თეორიულად ვამბობ ამას, ხო? ზოგადად შენ თუ არ იბრძვი იმისთვის, რომ მოიპოვო ადგილი სოფლიოში დემოკრატიულ რუკაზე არ ყავდეს პარტნიორები, არავინ ძალით ამაში ბოდიში და არ შეგტენის. ისე როგორც ჩვენ არავინ არ გვათრევს ევროკავშირში ჩვენი სურვილი იყო, ჩვენი ამოცანა, ჩვენი გეოსტრატეგიული ამოცანა და ჩვენ კონსტიტუციაშია ეს ყველაფერი. ამიტომ და ჩვენი ხალხის სურვილია ყოველ შემთხვევაში მისი დარწმუნება მინიმუმ 80%-ის თუ მეტის არა. ამიტომ
ეს იზოლაცია არის მხოლოდ ცუდის მომტანი და ახლა ეს მაგალითები რაც თქვენ თქვით, ხო აი გაჩნდა წარმოიდგინეთ ხო და რას ვამბობდი რომ სიჩუმე არ არის ეს არის როგორ არის სიჩუმე როდესაც ბრძოლა რეალურად გამოცხადებული ყოველ შემთხვევაში რიტორიკა რაც არის ეხლა ავტომატს არავის არ ესვრიან და რაღაცა ფიზიკურ მასე არ არიან გადასული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საერთაშორისოს მაგრამ ყველანაირად დამცირება, ყველანაირად ლანძღვა, ყველანაირად გავლება რაღაცა სადემარკაციო ხაზების იმისი არ იყოს ახლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ დააჯარიმეს აქ და რა ვიცი რა არ უწოდეს და ევროპის ყველაზე დიდ პარტიებს ლანძღავენ და მტრებს უწოდეს წარმოუდგენელია ხო ეს რაც არ ვიცი ხა თუ ცვლიან ამ რიტორიკას ჩვენ ნახავთ ამას ყველაფერს და რიტორიკის შეცვლა არ არის მთავარი ქმედებაა მთავარი იმიტომ რომ დისონანსი აი ამ ამათ სურვილებს აქ და იმ რეკომენდაციებს და მოთხოვნებს შორის არის უზარმაზარი და სწორედ ეს არის რომ შენ რასაც გეუნებიან იმას საერთოდ არ აკეთებს საპირისპიროს აკეთებ და რას გეუნებიან ისეც რაც მათ ჭირდება და შენ არა აი რას გეუნებიან ხო მილიონჯერ უკვე რა თქვა რა სასამართლო რეფორმა ახლა ჭირდება გერმანიას საფრანგეთს ჩვენზე მეტად თუ ბრიტანეთს თუ იმისი რა ქვია რომელიმე სისტემა ავიღოთ ადამიანის უფლებების საკითხი ავიღოთ პენტენციური სისტემა რა ვიცი რაც გინდა დავიღოთ ეკონომიკა ავიღოთ კორუფცია ავიღოთ ეხლა საერთოდ არ ვიცი ეს კორუფცია მთლად მესმის რომ ეს რაღაც სანახაობის ნაწილიც არის ხო რაღაც გადართვის და ასე შემდეგ თან რამდენიმე ამოცანა აკროში და ძალებისას თქვათ კონსოლიდაცია მოხდეს დააშინონ თავიანთი თანამებრძოლები რომ რაღაცა არ მოხდეს და ვიღაცამ რწმენა არ დაკარგოს მეორეს მხრივ ხო და შიში კონდეს რომ მეც მომდგებიან თუ ოდნავ გვერდზე გავიხედავ ნუ ვიღაცების შიდა კლანური გადანაწილებები რაღაც გავლენებისთვის ბრძოლა და შემდეგ მაგრამ ამაში ქვეყანა უკან მიდის ილანძღება და რა ვიცი მე ყოველ შემთხვევაში რაღაცა რა არის დადებითი აქედან არც ადამიანურად არავის ცუდი არ მიხარია მე პირადად რომ ეხა ვიღაცა ახალგაზრდა კაცი ციხეში მიდის იმის გამო რომ რაღაცა ალბათ დააშავა მე არ ვიცი ეს ამბავი შეიძლება მიუშვეს იქამდე რომ ეს მოხდარიყო იმიტომ რომ ერთ ჯგუფს მეორის განადგურება უნდა მე ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ფაქტი ერთი რამეა რაც ვიცი და რასაც ვხედავ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ну რა მოუთმენელი ვითარება იქნება ეს კიდევ ერთხელ ვამბობ საერთაშორისო რაც თქვენ თქვით და პრაქტიკულად იზოლირება ხა შეიძლება აი წარმოიდგინეთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში იყო საქართველო ხო არავინ არ იყო სტრატეგიული პარტნიორი იმ სიმაღლეზე არავინ არ იდგა ეს როგორ მოხდა ამის მოპოვება ეს ამ ხელისუფლებას არ მოუპოვებია ხო ეს მოიპოვა წინა ხელისუფლებამ რომელიც ტრატყავთ გამოცხადებული და რა ვიცი რა და აგერ საპატიმროებში არიან ადამიანები, მაგრამ ეს გააკეთა იმ ხელისუფლებამ და შემდეგ ეს ინერცია არსებობდა. დღეს ეს არის განადგურებული. არც სომხეთი და არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი, ну თურქეთი ხა ნატოს წევრია და ამ ხრივ მეტი სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს, მაგრამ რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს აქ ხო არ იყო ასე. დღეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის რეგიონში და საქართველოსკენ არც იყურება. იმიტომ რომ გვესმის რომ ეს პრიორიტეტი არ არის დღეს, მაგრამ პრიორიტეტთან ერთად იმ ვითარების გამო რაც არის საქართველოში არც პოლიტიკა არ არის სამწუხაროდ ჩამოყალიბებული ისე მკაფიოდ რომ აი რაღაცნაირად იყოს კონკრეტული განცხადება. ეს პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული დავასრულებ მეგობრობარ აქტში, ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები, მაგრამ ის მთავარი საკითხები თუ არ მოგვარდება თუ არ მოგვარდება, რაც ეხება კიდევ ერთხელ ვამბობ მოუთმენელ მდგომარეობას პატიმრობებთან და სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა თუ არ იქნება პერსპექტივა იმისა რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება ეს ურთიერთობები ვერანაირ ტრანზაქციულ იმაში პრიზმაში თუ მოცემულობაში ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს არის დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების თავარი საკითხი. მაღალჩინოსნის შემთხვევა ახსენეთ, გავახსენოთ. ხო, აი ხა დღეს რომ მაყურებლებს ვიზია საუბარი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ეს დღევანდელი ამბავია. დაკავებული ამჯერად მას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა
ყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყდა და გამოცხადდა სამი წლის წინანდელი ამბავია. რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კომპანიაზე. ხო, მაშინ მოდით ამ კონტექსტში ვიკითხოთ. აი რატომ ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ელიტურ კორუფციაზე ოპოზიციური სპექტრია ეს თუ არასამთავრობო სექტორი მუდმივად საუბრობდა და არასამთავრობო ორგანიზაციები რადგან ვახსენეთ, შეიძლება ითქვას, რომ ტოლმეულებიც კი უდევთ ამ საკითხზე. და აქვე, აი კორუფცია მართლა რომ მოისპობა თვითონ ქართული ოცნებაო ასე ფიქრობენ, მაგალითად თქვენი ცალკეული კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. იმიტომ რომ ბევრი რამ კორუფციაზე დგას. კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა რომ დაიწყოს, ქართული ოცნებისგან არაფერი დარჩება. ხო, ნუ ეხლა ამ მასშტაბით, რასაც ჩვენ ხედავთ, შიდა, ასე ვთქვათ, გუნდური სასჯელები, ხო? მართლაც არ ვიცი, მოულოდნელი ამბავია. რატომ და როგორ ეს რო არ არის ჩემი აზრით და არც ჩვენი ბევრი ექსპერტის აზრით თუ პოლიტიკოსის აზრით კარგი და დაალაგებული ასე ვთქვათ სიტუაციის ამბავი ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა ასე ვთქვათ მან ძალიან გააკეთა მკაფიო განცხადებები ამ კორუფციასთან დაკავშირებით როგორც ჩანს იყო ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ინფორმაცია რომელიც მას მიაწოდეს, თუმცა მე მგონია რომ ინფორმაციას ის ყოველთვის იღებდა, გარკვეული მიმართულებები წარმოუდგენელი era ხო მნიშვნელოვან საკითხებზე არ ქონოდათ რაიმე ინფორმაცია, მაგრამ როგორც ჩანს ეს იყო რაღაცა ზღვრებში მოქცეული, ხო, რაღაცა იმ ლიმიტებში, რომელიც იყო დაშვებული, ანამ ადამიანებს უბრალოდ გარკვეულ ნაწილს შეიძლება გამოცდასაც უწყობდა რომ აბა ერთი ვნახოთ ეს რა საკეთებს. მეორე რაც არის როდესაც დაიძაბა ხო ვითარება ხა ქვეყანაში არის ნორმალური ვითარება როცა წელიწადზე მეტია ქუჩაში არიან ადამიანები და ამდენი ადამიანი არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები არიან საპატიმროში ახლა გამოვიდნენ აგერ ჩვენი მეგობრები იმავე დღეს ჯაფარიძეს პრაქტიკულად მეორე დღეს და გიორგი ვაშაძეს ორივეს რაღაც ახალი საქმის დაკიდეს თავზე და გირაუთი ნუ აი მართლა დაუჯერებელი ამბავია ამიტომ ეხლა როგორც ჩანს კრიტიკულ ვითარებაში ცვლილებები ყოველთვის ძალიან სარისკოა, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი როგორ აზროვნებს და როგორი გადაწყვეტილებები აქვს მუდმივად ამის გამოცნობა არის ძნელი, მაგრამ გადაწყვიტეს ალბათ რომ აი სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც შესაძლებელია დაჭირდეთ კიდევ უფრო მოჭერაც, კიდევ უფრო გამაგრებაც, კიდევ უფრო ასე ვთქვათ რაღაცნაირად შეტევისთვის მომზადება და სხვა გადაწყვიტეს რომ ეს წმენდა იყოს და იყოს მხოლოდ ის ხალხი რომელიც იქნება აი მუდმივად რაღაცა მზად ყველაფერზე ყველა დავალების შესრულებას და აქვე ვიტყვი ხო აი წინა იდეის გაგრძელება ეს არის როგორ ჩანს მე ნამდვილად არ ვიცი დეტალები ის რასაც ვისმენთ ეს არის რომ რაღაც ასე ვთქვათ დაშვებულზე უფრო მეტი მოხდა ურთიერთობებში, თანხებში, რაღაცას ადანაშაულებენ რაღაც ურთიერთობებში და კავშირებში ოპოზიციასთან, თუმცა მე ასეთი არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ინფორმაციები დაუგროვდათ და ეხლა გადავიდნენ და რაც საბოლოო ჯამში ამას ვიტყვი რომ ეს არის გუნდებს შორის რა თქმა უნდა ჩაჩოჩება ერთი გუნდის და მეორე გუნდის წინაპლანზე გამოსვლა. დებატებზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. ხო, ამ ხალხს უნდა ესმოდეს როგორც ასე ვერ გაგრძელდება, ნუ წარმოუდგენელი ხა ესე იყოს რა ვიცი ან ახალგაზრდა ხალხია რაღაც ხვალინდელ დღეზე უნდა ფიქრობდნენ პოლიტიკაში დარჩენაზე უნდა ფიქრობდნენ არ შეიძლება ისე გადალახო ყველა წითელი ზღვარი რომ უკან არ ეყურებოდა და წინ კიდე მიტოვებდა დაგვრჩა და არ მინდა გაგიშვათ ისე რომ არ კითხოთ რას ფიქრობ დებატებზე რომლის შეთავაზებაც ირაკლი ყობახიძის მხრიდან გაკეთდა და სხვა შორის დებატები კიდევ ერთი საკითხია რამაც ოპოზიციური ასე ვთქვათ სპექტრი ორ ნაწილად გაყო ერთი ფიქრობს რომ შექმნილ ვითარებაში დებატები ეს იქნება საზოგადოების დაცინვა მეორე ფიქრობს რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლაში ქართული ოცნების მხილებისთვის ნებისმიერი ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული. თქვენ რომელ ფლანგზე ხართ? რა თქმა უნდა, თუ კი საერთოდ ელოდებით რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის რეალური დებატები შედგება. აქ ერთიან პასუხს ჩვენ ვერ მოვისმენთ და ეს ისეთი საკითხი არის და საერთოდ ამ ტიპის საკითხებია, რომლის აქტუალიზაცია ხდება ეხლა სწორედ ზოგ შემთხვევაში იმისთვის რომ აი საზოგადოებაში იყოს ამაზე დებატები და დისკუსიები და მე ოპოზიციურ სპექტრში რაღაცა ერთმანეთთან დაპირისპირება მოხდეს ჩვენ საერთოდ საუბრობთ იმაზე რომ დისკუსია გჭირდება დებატებიც გჭირდება მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ახლა გვაქვს პროცესი უფრო მეტი დაახლოების კონსოლიდაციის ზოგს ჯერა ამისი ზოგს არ ჯერა იმიტომ რომ მართლა
ახლა რთული წარმოსადგენია ბევრი მცდელობის შემდეგ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ სიტუაცია ვითარება იმდენად დაძაბულია ირგვლივ ეს რეპრესიული მანქანა იმდენად ძიმეა და პერსპექტივაც ისეთი რთულია რომ წარმოიდგინო სხვა გზას არ დაგიტოვებს იმისათვის რომ თუნდაც გონის შეგრჩენია რაღაცა პირიქით შენ უნდა მოკრიბო ძალები ჯანსაღი დემოკრატიული ძალები იმისათვის რომ ეს ცვლილება იყოს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს თავარი საკითხი რაც არის რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება დაკომპლექტდეს არჩევნებით თავისუფალი არჩევნებით და ადამიანებს არც უსი აწუხებდეს არც საგადასახადო პოლიცია არც გამგეობა არც სხვა ყოველ შემთხვევაში მინიმიზირებული იყოს ამგვარი ზეწოლებით არც საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ იმ ასე ვთქვათ სურვილით რომ მაინც ადამიანს ხელისუფლებას შეუწყონ ხელი. ამიტომ აი ამას უნდა მივახციოთ და ყველას განცდა არის აქედან გამომდინარე ეს სტრატეგია და ამოცანები საკიდან უნდა დაისახოს და ერთი კარგია რომ ეს პროცესი მიდის აქტიურად სამოქალაქო სექტორთან ერთად პროტესტში მონაწილე ადამიანებთან ერთად და რაც თქვენ მითხარით დებატებზე ხო უნდა გაგცეთ პასუხი კი ბატონო ხო ესე იგი არ ვიცი ხო მე ვფიქრობ რომ იმასაც უშვებ რომ ეს უბრალოდ არის რაღაცა ესე ვთქვათ ფსევდო ამბავი იმისათვის რომ თითქოს რაღაც შემოთავაზება თითქოს რაღაცა კონსტრუქციულობა ყველაზე კარგად კონსტრუქციულობა შეუძლიათ აი ამ გაწყვეტილებებით გააკეთო რომ ეს ადამიანები საპატიმროებში არ იყვნენ დღეს მთელი დღე ამას უსმენთ და მთელი დღეები ამას უსმენთ ხო ეს არის ნაბიჯი კონკრეტული და არა ის რომ მოდი ხა ჩვენ ვიდებათოთ იმაზე რომ ფასებს რომელიმე კონკრეტული კომპანია აწესებს თუ საბაჟოს ბრალია თუ იმისი რა ქვია კონკურენციის აგენტოს ამაზე არ არის აქ ლაპარაკი თუმცა ჩვენ დებატები გვჭირდება ერთმანეთში გვჭირდება და ბუნებრივია იმ ხალხთანაც მაგრამ როგორი იქნება ამის ფორმატი მე არ ვიტყოდი ეს რომ ხაზი უნდა გადაუსვათ ყველაფერს იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი თემები რომელშიც პირიქით მომგებიანია მათ რატო არ სურდათ აქამდე ეს დებატები აი ამდენი ხნის განმავლობაში 14 წლის შემდეგ თუ რამდენი წელია ხო მე 14 წელია ხო რა ვიცი მე მაგალითად არ მახსოვს ბოლოს საერთოდ როდის ვიყავი რომელიმე დებატის მონაწილე მაგალითად პრო სამთავრობო არხზე ნამდვილად არ ყოფილა ასეთი და არც სხვა არხზე იმიტომ რომ ეს მუდმივად გადადებული ქონდათ ეხლა რა არის ეს რა ტიპის სიახლეა ჩვენ ამაზე ნუ ვიმჯელებთ არის ჩვეულებრივი ტაქტიკური ამბავი მათი მხრიდან რაღაცის ჩვენება ალბათ საზოგადოებისთვის შიგნით და გარეთ რა ჩვენ ღია ვართ დისკუსიების ამაზე დაგიწესებენ პირობებს დაგიწესებენ იმას რომ ვინც უნდა ის უნდა მოვიდეს ვინც უნდა ის დაждდეს არ გონია რომ დღის წესრიგს რამდენად უნდა გაყვეს ხო არა ეს უნდა გაყვეს ხალხის დღის წესრიგს საზოგადოების დღის წესრიგს და უნდა თუ რაიმე ტიპის დებატები იქნება ეს უნდა იყოს მართლაც რაღაცა ისეთ თემაზე ისეთ საკითხზე რაც პირველ რიგში ხალხს აწუხებს და საზოგადოებას აწუხებს და მის მომავალს საფრთხეს უქადis და კიდევ ერთხელ თუ იდებატებენ როგორ ჩატარდეს არჩევნები აი როგორ უნდა დავაკომპლექტოთ როგორ არ უნდა მოხდეს არჩევნებში ჩარევა აქ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს დებატები და სიამოვნებით დაუждები რელევანტურ ადამიანს ეხლა ვიღაცას იქიდან კი არა ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუულია და აი ამაზე ვილაპარაკებთ რა გვაქვს დღეს რა გვაფერხებს რატოა მაგალითად იზოლაცია კარგი დღეს თუ პირიქით ჩვენი ინტეგრაცია რო გავაძლიეროთ როგორ უნდა გქონდეს როგორ ავიცილოთ ეს რუსული საფრთხე და ასე შემდეგ ბევრი საკითხია ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ უფრო კარგად უნდა დაკონკრეტდეს რა პირობებია როგორ და ეს არ უნდა გავხადოთ არანაირად რაღაცა ნორმალიზაციის ის არ უნდა გახდეს მაგალითად მადლობა. იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში ნორმალიზაცია არ მოხდება. დღეს დაგემშვიდობებით გიგი წერეთელი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. დღეს კარგი დღეა და ყველა სულოცავ წმინდა ნინოს სანების და ყველა ნინოს და თქვენს. ვერთდები მელოცვას კიდევ ერთხელ გიგი წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გველოდება ზვიად ქორვიძე შემოგვერთება ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამის შემდეგ პოლიტიკური სივრცე კვლავ პირდაპირ ეთერში ეს გაცემის დასკვნითი ნაწილია სადაც აქტუალურ საკითხებზე საკუთარ პოზიციებს უკვე არის სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია საერთაშორისო გამარჯვება საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ზვიად ქორვიძე გაგვიზიარებს გამარჯობა ბატონ ზვიად და მადლობა რომ შემოგვიერთით
რატო ზეადა ქართული ოცნება აგრძელებს პროცესს, რასაც თავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც არქმევს ამ პროცესში კი დღეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ილია ღუდუშაურის დაპატიმრების შესახებ გაიგო საზოგადოებამ. აი მოდით ამ თემით დავიწყოთ, მით უფრო რომ თქვენი ორგანიზაცია ხელისუფლებაში კორუფციის ფაქტებს, მათ შორის უშუალოდ შესყიდვებთან დაკავშირებულ თემებს ძალიან აქტიურად იკვლევს და ამ პროცესში ხშირად სავარაუდო დანაშაულზეც საუბრობს. პირველი რაც მინდა კითხოთ, აი რამდენად ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება რეალურად ებრძვის ელიტურ კორუფციას და რამდენად სანდოა თქვენთვის საგამოძიებო ორგანოების ის შედეგები, რაც უკვე რამდენიმე თვეა გამოაქვეყნა სუსმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა. თავისთავად ნებისმიერ ინიციატივას მიესალმები, როდესაც კორუფციას ბრძოლას გამოუცხადებენ, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ის, რასაც აკეთებს ქართული ოცნება დღეს, დღევანდელი ფორმაცია და უპირისპირდება ქართული ოცნების სხვა ფორმაციას და იქ ეძებს კორუმპირებულ პირებს და აპატიმრებს, აკავებს, გირაოს უფორმებს და ასე შემდეგ. მოდი ეს დავსვათ კითხვა, რომ აი ამ დიდი კონგლომერატის ამ ქართული ოცნების მმართველობამ არ იცოდა, რომ ეს მთელი მმართველობითი რგოლი კორუფციაში იყო ჩაფლული. რა თქმა უნდა, იცოდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს არ არის ერთი და ორი ისტორია, რომელზეც ამ ადამიანებს შეიძლება შემოედავო, იმიტომ რომ საკმაოდ ის რა თანხებზეც არის საუბარი, ის რა ოპერაციებზეც არის საუბარი, ლეგალურად რაც ვიცით ჩვენ და რაზეც მაგალითად პროკურატურა ან სუსი აკეთებს აპელირებას, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ეს პროცესი უკვე აღარ არის რაღაც ერთგან თავმოყრილი და ახლა მისი ოპერირება ხდება, მხოლოდ არა, ეს არის კარგად განფენილი უკვე მეტასტაზები, მოდებული აქვს მთელ სახელმწიფო მმართველობის სისტემას. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგალითად დღეს დააკავეს ილია ღუდუშაური, ხო, რამდენიმე თვის წინ დააკავეს მისი ძმა, რომელიც შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, თავდაცვის სამინისტროსი, რომელიც მერე გირაოთი გარეთ გამოუშვეს, იმიტომ რომ მან მისცა ჩვენება სხვა თანამდებობის პირზე, მერე ის თანამდებობის პირი დააკავეს, მერე მათი უფროსი დაიჭირეს პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც თითქოს ბმას ვერ ხედავენ ამ საქმეების, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მთელი მმართველობითი გუნდი ქართული ოცნების არის მთლიანად კორუფციაში ჩაფლული. ეს საზოგადოებამ კარგად იცის, შეიძლება რაღაც გარკვეული ინფორმაციები მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც რაღაც გარკვეული თვალსაზრისით საჭიროებები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისინი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან ამ კორუფციულ წინაღობებს და რომ არა კორუფცია, მათი პრობლემების მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელი. ბატონო, აი თქვენ თქვით და ფიქრობთ, რომ ქართულმა ოცნებამ აქამდეც იცოდა იმ დანაშაულების შესახებ, რაზეც ახლა ალაპარაკდა. მაშინ რატომ მხოლოდ ახლა მოდით ამ კითხვასაც დავისვათ? არ ვიცი, თუ ის არის მცდელობა, რომ დღევანდელი სამთავრობო გუნდი ქართული ოცნების ცდილობს, რომ მთელი ბრალეულობა გადაიტანოს წინამმართველობით გუნდზე და თვითონ გამოჩნდეს უკეთესად, ესეც რაღაც თავის მოტყუების პოლიტიკაა, ან დროის მოგების პოლიტიკაა, იმიტომ რომ თავისთავად აი ეს სქემა, ეს მექანიზმი არ აღმოფხვრილა, ხო, ამ ადამიანების დაკავებით. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ხო? მანამდე ის მერიაში მუშაობდა, ხო? მერის მოადგილე იყო და ვიცით კიდე მერის მეორე მოადგილე, რომელიც საერთოდაც მათივე გავრცელებული ინფორმაციით არის საქართველოსთან წასული, პრაქტიკულად იმალება. ეს ნიშნავს იმას თუ არა, რომ აი ეს მექანიზმები, რომელიც მაგალითად თბილისის მერიაში ჩამოყალიბდა, ეს კორუფციული მექანიზმები,
ეს ხომ ამისგან ხომ არ გათავისუფლებულა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის ამუწყებიდან წასვლის შემდგომ მთლიანად მერიის საქმიანობა. რა თქმა უნდა, არა. და ის რეპლიკა, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მერი გვეუბნება, რომ მე მხოლოდ ჩემ თავზე ვაგებ პასუხს და სხვაზე ვერა, მაშინ რომელ მმართველობის რგოლზე ვსაუბრობთ? ანუ შეიძლება რომ ყველა სამსახურის ხელმძღვანელმა, ყველა შენმა მოადგილემ რაღაცა ტიპის კორუფციული სქემები შექმნას, ამ კორუფციულ სქემებში იყოს გახლართული და შენ ამაზე პასუხი არ აგო და ან ვერც დაინახო ეს ყველაფერი, მაშინ ის მმართველი ხარ, ხო? ანუ აი ეს მექანიზმი ბრძოლა, ასეთი ტიპის ბრძოლა კორუფციასთან, ეს არის ჩვეულებრივი თვალთმაქცური საქციელი, რომელიც ახასიათებს ასეთი ტიპის კლეპტოკრატიულ მმართველობებს, რომ უცბად დაანახონ საზოგადოებას, რომ უი, ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცოდით, თორე ამას როგორ დაუშვებდით. როგორ არ იცოდი, როდესაც მთლიანად კორუფციის ფორმულაზე გაგებული სახელმწიფო ვერტიკალი. ბატონზეად კიდევ ერთი ვისარგებლობის შემთხვევით, რომ ჩვენ სტუმარი ხართ და ბიზნესთან კავშირში მყოფ ქართული ოცნების დეპუტატებზეც კითხავთ, რა თემაზეც გასულ კვირას გამოაქვეყნა თქვენმა ორგანიზაციამ ინფორმაცია, საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს ცნობით, პარლამენტში ბიზნესთან კავშირში მყოფი 41 დეპუტატია და 41-ვე ქართული ოცნების წევრი. აი, როცა უმრავლესობის წევრებს დაუსვეს გასულ კვირას ამ ინფორმაციის შესახებ კითხვა, მაგალითად გიავოლსკის პასუხი იყო, რომ ბიზნესის მქონე ადამიანები პარლამენტში ისედაც შეძლებულნი იყვნენ პარლამენტში შესვლის დროსაც და შესაბამისად დეპუტატის მანდატით სარგებლობა არავის ჭირდებოდა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ფინანსური სარგებელი მიეღოთ. რა პრობლემას აჩვენებს ინფორმაცია, რომელსაც უკვე ამ კუთხით ავრცელებს თქვენი ორგანიზაცია და მეორე მხრივ, რამდენად მისაღებია ქართულ ოცნებაში? ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობდით იმ მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესი, მაგრამ შემდგომ გარდა იმისა, რომ ისინი იყენებდნენ საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობას და ავითარებდნენ თავის ბიზნესს ბჭყალებში, გარდა ამისა ისინი ახერხებდნენ იმასაც, რომ აი ეს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოიყენებინათ სახელმწიფოს შესყიდვების მისაღებად. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგალითად, ცალკეულ დეპუტატებზე საზოგადოებას, მაგალითად, ანზორ ბოლქვაძეზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა რამდენი სახელმწიფოს შესყიდვა მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც დეპუტატია ასევე ქართული ოცნებიდან და რომელიც ადგილობრივ ფეოდალად არის ჩამოყალიბებული, გადაქცეული მესტიაში, მის და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ ბიზნესებთან დაკავშირებით, რომლებიც იღებენ სახელმწიფოს შესყიდვებს, გამარტივებულ შესყიდვებს, ტენდერებს და ასევე ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაში მისი ახლო ნათესავის კომპანია იგებს საერთოდაც საიდუმლო შესყიდვებს თავდაცვის სამინისტროსი. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები საკუთარ კეთილდღეობას საფუძველს შეიძლება უყრიდნენ მანამდე, ვიდრე გახდებოდნენ დეპუტატები, მაგრამ დეპუტატობა ძალიან კარგად გამოიყენეს იმისთვის, რომ მათ საკუთარი ბიზნესის ჭერილში დაენახათ პრობლემები და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე დაეხარჯათ ძირითადი რესურსები. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ბიზნეს საქმიანობის ბრალდებითაა დაკავებული. რამდენად შეიძლება ღარიბაშვილის кейსი ნიშნავდეს იმას, რომ თუ დასჭირდათ პარლამენტის ნებისმიერი წევრი შეიძლება ჩასვან? იცით, მაგალითად, ღარიბაშვილის კონკრეტული ბიზნესი, რომელზეც ედავებიან მას და ბოლომდე არ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელ მხოლოდ ერთ ღვინის ქარხანაზეა საუბარი, თუ კიდევ სხვა ტიპის ბიზნესზე, მაგრამ რა კი ღვინის ქარხანაზეა საუბარი, მაგალითად შეიძლება კონკრეტულად ეს ღვინის ქარხანა არა, მაგრამ სხვა მარნები და სხვა ღვინის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ღარიბაშვილთან, ერთი მის მეუღლის ძმას ეკუთვნის, ერთი კომპანია ეკუთვნის
აი იმ ოჯახის წევრს, რომელიც მისი მამის მეურნეობის მოურავია დედოფლის წყაროში, ალექსანდრე ჭიკაიძეს, ანუ მასთან დაკავშირებულ ასევე პირის კომპანიას და კიდევ რამდენიმე ასეთი კომპანია გქონდა ჩვენ ჩამოთვლილი, მაგალითად იმ კვლევაში, რომელიც მივაწოდეთ თავის დროზე საზოგადოებას და ვუთხარით, რომ აი ეს არის ის ნაწილი, ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, ყველა ფული მათ არ წაუღიათ სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამიდან რთველის სუბსიდირებას გულისხმობ, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წაიღეს. ანუ რას ნიშნავს, რომ აკეთებ ბიზნესს იმის იმედით, იმის გათვლით, რომ პირველი მსხვილი კაპიტალი შენთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოვიდეს და სუბსიდიები მეტი არაფერი არ არის, შენ გამოიყენებ ამ სუბსიდიას იმისათვის, რომ განავითარო შენი ბიზნესი, ბუნებრივია ამის მეშვეობით შენ ჩაწეხლავ სხვა წესიერ კომპანიას, რომელიც მუშაობს და რომელიც შეიძლება არ იყენებს ასე დამატებით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას, ანუ საჯარო კაპიტალს არ იღებს და ის აკეთებს თავის ბიზნესს და ის არის მზად, რომ კონკურენტულ პირობებში გაუწიოს რაღაც შეჯიბრი ნებისმიერ სხვა კომპანიას, მაგრამ ამ დროს შენ იმის გამო რომ ხარ თანამდებობის პირი და იმის გამო რომ გაქვს ხელმისაწვდომობა აი ამ საჯარო ფინანსებთან, შენ განკარგავ მას ისე, რომ განავითაროს შენთვის სასარგებლო ბიზნესი. ბატონო, სხვა პროცესებიც მინდა შევაფასოთ დრო რომ სწორად გავანაწილოთ და ახლა უკვე აქციები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მიუხედავად მაინც გრძელდება. აი დღეს მდგომარეობით ქვეყანას ყავს ატიმრები, რომლებიც იზოლატორებში მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდნენ, რომ ტროტუარზე იდგნენ და პროტესტს გამოხატავდნენ, ანუ რეალურად ქვეყანაში მივიღეთ სურათი, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება არათუ წინა წელს გამართულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების და მათთვის სასჯელების შემსუბუქების გზით წავიდა, არამედ აი კიდევ ერთხელ ტროტუარზე დგომაც პასუხისმგებლობად იქცა. შესაბამისად, რა ფაზაშია შესული ჩვენი ქვეყანა და რა მიმართულებით მიდის შესაბამისად პროცესები ამ ქვეყანაში? ჩვენ აქამდე რაზეც საუბრობდით ახლა დღევანდელ გადაცემაში, ხო? ეს არის თვისობრივი სახე, ხო, ქართული ოცნების ხელისუფლების, რომელიც არის კლეპტოკრატიული ხელისუფლება, ამ ჯგუფს აქვს მიტაცებული სახელმწიფო, მიტაცებული აქვს ყველა საჯარო სიკეთეები და ბუნებრივია ამ ადამიანების ინტერესი არის, რომ ეს სიკეთეები არ დაკარგონ. ბოლომდე იბრძოლონ, ამისთვის გამოიყენონ ყველა მათ ხელს არსებული ლეგალური, არალეგალური მექანიზმები, გამოიყენონ ყველა ტიპის რეპრესიული მექანიზმი და რა თქმა უნდა, ამით შეინარჩუნონ საკუთარი მდგომარეობა. ის, რაც ხდება ბოლო წელიწად ლამის 2 წლის განმავლობაში, მოდით დავიწყოთ პირველად ინიცირებული რუსული კანონისგან დღემდე და რუსული კანონის მიღება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებმა, რომ მან საკუთარი მართლობისთვის რაღაც სათბურის პირობები შეექმნა, კომფორტი შეექმნა და ყველა სხვა ინსტიტუცია, ყველა სხვა ორგანიზმი, რომელიც ცდილობს, რომ აი ამ კლეპტოკრატიის ჩამოყალიბებას, განვითარებას შეუშალოს ხელი, აი ამ კორუფციულ მექანიზმებს შეუშალოს ხელი, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში ნორმალური კონკურენტული საარჩევნო გარემო შექმნას, აი ამ ყველა ინსტიტუციას უნდა დაუპირისპირდეს ქართული ოცნება. ეს იყო მისი მიზანი. ამიტომ დაიწყო მარუსული კანონი, ხო, 2023-ში, მერე 2024-ში მიიღო ეს კანონი, მერე სხვა კანონები მიიღო, მერე საერთოდაც თქვა, რომ მე არ უნდა გავაგრძელო ურთიერთობა ევროკავშირთან და მე არ უნდა მქონდეს არანაირი სურვილი, რომ გავხდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ გზაზე დავდგე, იმიტომ შესაბამისად ეს უკვე ითხოვს იმას, რომ შენ ერთი მხრივ არ უნდა იყო ესეთი კორუმპირებული, შენ არ უნდა იყო ესეთი კლეპტოკრატიული და ევროკავშირს სხვა ბერკეტები ექნებოდა შემდგომ მათი აი ამ მანკიერის სახელისუფლო მექანიზმების შესაფასებლად და გასაკრიტიკებლად და ეს არ უნდოდა ზუსტად და როდესაც უკვე ამ ყველაფრის ფონზე გამოვიდა გარეთ საზოგადოება, რომელმაც გამოხატა ღიად პროტესტი, უკვე ამის შემდეგ ამ საზოგადოებას მან
ძალიან უხეში რეპრესიული მექანიზმები დაუპირისპირა. დღეს ჩვენ გვყავს უკვე 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყანაში, აქედან 57 მათგანს მისჯილი აქვს უკვე და ისინი იხდიან სასჯელს და აიმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის პირად სატუსაღოში, მოდი ასე ვთქვათ და არანაირ მცირე დათმობაზეც კი არ მიდის, ხო, ქართული ოცნება, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ თუ ახლა გამოიჩენს რაიმე ტიპის დათმობას, ეს მას სუსტად გამოაჩენს, ამიტომ ის მთლიანად ის ასე შეფასდება რეალურად. რა თქმა უნდა, ის ასე უყურებს და ამიტომაც არის, დაგვიდით, არის ძალიან უხეში რეპრესიული ძალა ქუჩაში, პოლიციის სახით, არის და სუსის სახით, არის უსამართლო სასამართლო სისტემა, რომელიც მთლიანად უსამართლო მექანიზმია და სრულიად გამქრალია ჰუმანიზმის პრინციპები, რომელიც შეიძლება სახელმწიფოს და უნდა კონდეს. ანუ ასეთი ტიპის დეჰუმანიზებული, უსამართლო და რეპრესიული სახელმწიფო მანქანით რას აკეთებს ქართული ოცნება? აკეთებს იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს დაშინებული, ყველა ადამიანი უნდა იყოს რეპრესირებული და ყველა ადამიანი უნდა იტანჯებოდეს ზოგი გარეთ, ზოგი საპრობილეში. აი ამ კონტექსტში ის უწევს წინააღმდეგობას აი ამ მართლობას. ზუსტად ამ კონტექსტში მოდით ერთ კითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებაც დაგისვავთ. ზაფხულში დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ინენელა დაიწყეს საპატიმროებიდან გამოსვლა და შესაბამისად ერთი კითხვა სწორედ ამ კონტექსტშიც, აი დეკემბერში ზურაბ ჯაფარიძეს ამოეწურავა და გამოვიდა რუსთავის საპატიმროდან, გასულ კვირას გიორგი ვაშაძემ დატოვა ციხე, გუშინ გივი თარგამაძე და აი თებერვლის პირველ ნახევარში ნიკა გვარამიას უწევს ციხიდან გამოსვლა, თუმცა შევხედოთ რას ხედავენ და რას უყურებენ საპატიმროდან გათავისუფლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ხედავენ რომ მათ გარეთ ქართული ოცნება ახალ სისხლის სამართლის საქმეს ახვედრებს, ამჯერად ეგრეთ წოდებულ საბოტაჟს და უცხო სახელმწიფოებთან მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევას ეხება საქმე. აი მერაბ მეტრეველის გაცემაში იყო გუშინ ვასო ურუშაძე პოლიტიკოსი, რომელსაც ასეთი რეპლიკა ჰქონდა, არ არსებობს დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში არ მიმდინარეობდეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის ან პარტიის წევრის პროცესი ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა მივიდეთ სასამართლოში, გაერთიანებული ოპოზიცია იქ დგას. აი მართლაც უკვე რასახელი შეიძლება დაერქვას ამ სურათს და თქვათ ოპოზიციის დაშინების მცდელობა თუ არა მხოლოდ ან რამდენად ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება ვიგონებთ რაღაც ახალ სახელებს, ეს არის დიქტატურა. ოპოზიციონერი ლიდერების საპატიმროებში შეაბრუნოს მეორე და ზოგიერთი მესამე და მეხუთე. ეხლა სტატისტიკას ხო არ ვაწარმოებ ჩვენ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურული მართლობა. ის რაზეც საუბრობდით, კლეპტოკრატიული ბუნება, კლეპტოკრატია, რა თქმა უნდა, არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი დიქტატურის. სხვანაირი დიქტატურა არ არსებობს. დიქტატურამ თუ არ მიიტაცა ყველა საზოგადოებრივი სიკეთე, ყველა საზოგადოებრივი სიმდიდრე, მაშინ ის არ არის დიქტატურა. და ამიტომაც აქვს ეს მიტაცებული. იქ რომ ვიღაც კონკრეტულ ერთ თანამდებობის პირს დღეს დაიჭერენ და ხვალ მეორეს დაიჭერენ, ვინც დღეს პირველი დაიჭირა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ იქ მთავარი მექანიზმია. მექანიზმი კი იმას გვეუბნება, რომ მთელი ეს სიმდიდრე, მთელი ეს საზოგადოებრივი სიკეთე უნდა იყოს დიქტატორის ხელში თავმოყრილი. ის განკარგავს ამას და სხვა ვერავინ ვერ განკარგავს ამას. თუ ვიღაცას დაიჭერს თვითონ, იმიტომ რომ მას ასე მიაჩნია საჭიროდ, ხო, ბრალიც აღიარა, საპროცესო გარიგებაც გაფორმდა, 5 წლიანი სასჯელიც მიუსაჯეს, რამე იცის საზოგადოებამ, ვინმე რამე ვიცით ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ან ბრალი რაში მდგომარეობდა, ან საპროცესო გარიგება რაზე გაფორმდა, ან მოსამართლემ საერთოდ რაზე იმსჯელა და რატომ მიუსაჯა 5 წელი და არ მიუსაჯა 7 ან 3. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის იმიტომ არის ხელშეუხებელი და ამ ინფორმაციას იმიტომ არ ფლობს საზოგადოება, რომ არც მიაჩნია დიქტატორს საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მან ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ კი არ დაიჭირა, რომ ამით საზოგადოებას უთხრას, რომ აი მე დაუნდობლად ვებრძვი კორუფციას. არა, ივანიშვილმა ღარიბაშვილი დაიჭირა იმიტომ, რომ სხვებს უთხრას, რომ აი სად დაუშვა შეცდომა ღარიბაშვილმა ჭყალებში
შეცდომის დაშვება, სად დაუშვა შეცდომა მასთან ურთიერთობაში, რომ სხვა მიგივე არ გაიმეოროს, სხვა უფრო წესიერად მოიქცეს, უფრო უკეთესად დაიცვას თავი სხვა. ამისთვის გააკეთა მან ეს ყველაფერი და ბუნებრივია, ხა წარმოიდგინეთ თქვენ, ასეთი მართლობა, ასეთი რეპრესიული მანქანა, ასე თლიანად ყავს პრესინგის ქვეშ პოლიტიკური კლასი და მოდი რეალურად ვთქვათ, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე მოკლა ქვეყანაში. აი ეს ყველაფერი, როცა პოლიტიკური კონკურენცია არ არის, პოლიტიკური ბრძოლა არ მიდის, როდესაც მოქალაქეებს იჭერენ, უკვე იჭერენ იმის გამო, რომ ქუჩაში ტროტუარზე დგას მოქალაქე და პროტესტს გამოთქვამს. და აქეთ მთელი ეს საზოგადოებრივი სიკეთე აქვს მიტაცებული და როგორც უნდა ისე განკარგოს. აი ეს არის დიქტატურის მთელი პორტრეტი, აი ამ ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერიერში. ჩვენ საუბარი შევაჯამოთ, ბოლო კითხვას დაგისვავ და ამით დაგემშვიდობებით. დღეს ქართული ოცნება თავისი რესურსებით საკმაოდ ძლიერად გამოიყურება. ყავს პოლიცია, სუსი, სხვა საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო გააჩნია პროპაგანდისტული რესურსი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქვს დიდი რაღაცას ვამბობთ ლელა. დააკვირდით, ქართულ ოცნებას არა აქვს პოლიცია. არ უნდა კონდეს ქართულ ოცნებას პოლიცია, ქართულ ოცნებას არ უნდა კონდეს სასამართლო. როდესაც ქართულ ოცნებას აქვს, გეთანხმებით, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს, აქეთ მეორე მხარეს და შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება აჯობო ქართულ ოცნებას. როდესაც ქართულ ოცნებას აქვს სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პარტიას და თავისთავად ქართული ოცნება პარტია არ არის, ეს არის რაღაცა კონგლომერატი ადამიანების, რომლებიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ დავალებებს, ხო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილია ძალაუფლების წყარო ამ შემთხვევაში და როდესაც სასამართლო მისია, როდესაც პოლიცია მისია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისია, როდესაც თლიანად ამ რეპრესიულ მანქანას ფლობს ბიძინა ივანიშვილი, ბუნებრივია, მე იმას კი არ ვამბობ, რომ რამე არასწორად თქვით კითხვაში, სწორად თქვით, ეგრეა, ქართული ოცნებისა ეგ და ეს არ შეიძლება, სასამართლო არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის ან რომელიმე მმართველის, სასამართლო არის საზოგადოების. ჩვენ თითოეული მოქალაქის სამართლიანობას და უსაფრთხოებას იცავს სასამართლო, ხო? და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლო არის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის. აი აქ როგორ შეიძლება ასეთ პირობებში მოქალაქე მიგრძნოს თავი დაცულად, მოქალაქე მიგრძნოს თავი სამართლიან გარემოში, ბიზნესი განვითარდეს ამ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არის ერთი კაცის ხელში, იქ ბუნებრივია არც ბიზნესი იქნება კონკურენტულ გარემოში, არც ინვესტიცია შემოვა და არაფერი. ან ეს ყველაფერი მთლიანად არის მორგებული ერთი ადამიანის მმართველობას და ერთი ადამიანის მმართველობას რითი უპირისპირდება საზოგადოება. მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდირებით და მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით. სხვა მექანიზმი აქამდე არ თქმულა და ჩვენ ვერ შევხვდება ვერსად, როგორ შეიძლება რომ აი ასეთი დიქტატორული მმართველობა საზოგადოებამ შეცვალოს. მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ და მხოლოდ ერთსულოვნებით. რამდენიმე წუთი დაგვრჩა, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთი ინფორმაცია მინდა შევაფასოთ. აი სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა 59 პირი. ხა კონკრეტული სახელები და გვარები არ ვიცით, ამიტომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში კითხვას ვერ დავსვავთ, თუმცა ზოგად კონტექსტში მაინც გითხავთ. აი რამდენად ეტყობა ხელისუფლებას, რომ ეძებს გამოსავალს როგორმე ციხიდან გამოუშვას ის ადამიანები, რომელთა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ხასდა. არა, კითხვას ეტყობა, არც ეძებს, არც ცდილობს და ჩვენ დავინახეთ 19 იანვარს რა გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა, ხო? როგორ გადააქცია მან აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანური მექანიზმი, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს და ასეთი მექანიზმი ბევრი არა აქვს სახელმწიფოს და ერთ-ერთი არის სწორედად შეწყალების მექანიზმი, რომელსაც იყენებს პრეზიდენტი. ექსკლუზიურად როგორ გადააქცია მიხეილ ყაველაშვილმა დეჰუმანიზაციის აქტად, ხო? ასე გააკეთებს ყველაფერს ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანს
საპატიმრო დაწესებულებიდან გამოუშვებს, იმიტომ რომ ის იყენებს ამ თავის კონსტიტუციურ დისკრეციას, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ასეთმა ხელისუფლებამ შეიძლება რაიმე ფორმით აჩვენოს ჰუმანური ბუნება და მით უმეტეს ეს ჰუმანიზმი მიმართოს იმისკენ, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლონ ადამიანები, რომელიც ამავე სახელმწიფომ ძალიან მკაცრი რეპრესიული და უსამართლო სასამართლოს პირობებში ჩააგდო სატუსაღოში, იმიტომ რომ აი ამ მმართველობის წყაროს ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ აი ესეთ სატუსაღოში გამოკეტილები. რა თქმა უნდა, მიხეილ ყაველაშვილს არანაირი ნება არ გააჩნია იმისა, რომ გამოიჩინოს ჰუმანიზმი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღეს სინდისის პატიმრები არიან. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სინდისის პატიმრები არიან ჩვენი საზოგადოების სინდისი და ჩვენ ყველაზე მთავარი რამ, რაც გვამოძრავებს ახლა, არის ის, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დავიხსნათ საპყრობილედან და საქართველოს აუცილებლად უნდა დავიხსნათ აი ამ დიქტატორული კლანჭების. მადლობა ბარტო ზვიად იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით ზვიად ქორიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, პოლიტიკური სივრცე კი დღეს 3-ით ასრულებს მუშაობას. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.